გამარჯობა, ამდენში გავაგზავნოთ Visual Basic 2-ის მერვე ნაწილი, შექმნა ჩვენ web browser-ი, როგორიც არის Google Chrome, Mozilla Firefox, Safari, Opera და ასე შემდეგ. საერთოდ web browser-ებს აქვს ესეთი ფუნქციები, წინაკვირზე გადასვლა, მომდევნო კვირზე გადასვლა, კოდის განახლება, დასურველი კვირის შეყვანა და ასე შემდეგ. მოგდან ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, გავხსნათ პროგრამა Visual Basic-ი და დავაჭიროთ new project. ამ შემდეგ ავიჩოთ Windows Form application და დავაჭიროთ OK. კარგი, აქ გავაკეთოთ გაფართოება, web browser-ი როგორც გამოჩნდეს, ამ შემთხვევაში ახლა როგორც ჩანს Google Chrome-ი გაფართოები აქვს მას, სასურველი გაფართოება დავაყენოთ ჩვენც. კარგი, ამ შემთხვევაში მოდი ესე იყოს. ეს დავაყენებ და browser-ს დავარქვათ სახელი ახლა ამ შემთხვევაში. კარგი, იყოს ეს SOR browser-ი. ეს იყოს ამ შემთხვევაში ესეა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გადავარქვათ სახელი. შემდეგი გვჭირდება ჩვენ ბოტონ ხილაკები, ეს 1 2 3 4 4 ბოტონ ხილაკი. არა, მოდი იყოს 3 იყოს ახლა ჩვენ ბევრი არ გვინდა. კარგი, შემდეგი არის label-ის გვჭირდება და დაგვჭირდება კიდევ დაგვჭირდება წამით hospital. კარგი, splitter-იც დავაყენოთ, გამოვიტანოთ ცოტა აი ესე, ანუ რას ვაკეთებ ხა მე? საერთოდ browser-ებს აქვს ესეთი რამ, ხო? ეს აქვს შეყავს საიტები, განახლება და ეს ამ ზედან აწეს ვაკეთებ მე ხა ამ შემთხვევაში. კარგი, splitter-ი ხა ამ შემთხვევაში არის მარცხნივ, ხო? ეს წარმოვიდგინეთ ახლა ეს რო იყოს მარცხნივ ეს ადგილი. ეს რო იყოს შეტანილი აი აქ. არ მოგვიწონება რა თქმა უნდა, გვჭირდება ჩვენ გავასწროთ შუაში. კარგი, ამისათვის საჭიროა შევიდეთ აი აქ, ანუ მითითებულია left-ი, ანუ მარცხნივ და დავაყენოთ შუაში ზემოთ. კარგი, ესე და დავიწყოთ. კარგი, ეს ბოტონ ღილაკები ცოტა ზომას დავაყენოთ, შესასრულებელი ზომაზე. ამ შემთხვევაში ახლა მე visual მხარეს ყურადღებას არ მივაქცევ და ანუ როგორც მე მინდა ახლა ზუსტად ისე არ გავაკეთებ. და ანუ უბრალოდ გაჩვენებს პრინციპს, როგორ უნდა გავაკეთოთ. მე თქვენს გულზე უკვე თქვენს ფანტაზიაზე დამოკიდებული როგორ აწყობთ. კარგი, ამ შემთხვევაში ბოტონი 1 შევცვალოთ და იყოს მაგალითად refresh. კარგი, ამ შემთხვევაში ინგლისურად დავწეროთ. ბოტონ 3 იყოს იყოს მაგალითად back უკან. და ეს იყოს მაგალითად go. ანუ web browser-ს შევიყვანოთ დავაჭირეთ. აი აქ შევან web browser-ს რომელსაც ჩვენ შევიყვანოთ. კარგი, აქ ახლა შევიყვანოთ ესენი სხვაში არ ჩანს, მოდი გამოვაჩინოთ, დავაჭირეთ send to back და მოსაც ვიგამეშთა. კარგი, აქ დავაყენეთ სასურველ ზომებს, აქ refresh-იც ავიტანოთ. მოდი ცოტა აქ გამოვიტანოთ და სამ ღილაკს ვიგანებთ ჩვენ და გამოვაჩინოთ კარგად. და ეს goes ავიტანოთ ზემოთ. კარგი, ეს ერთი ეს მოვჩით და ყველაფერი აქ გამოჩნდება, აი აქ აისახება ის ვებსაიტი, რომელსაც ჩვენ შევიყვანთ ახლა. კარგი. გამოვიტანოთ text box-ი. text box-ი, მაქვს text box. კარგი, ეს ესე და ჩავსვათ აი აქ. ეს ის არის ახლა რა თქმა უნდა სასურველი კოდის შეყვანის დროს გამოდაგვჭირდება ეს text box-ი. label-ს დავაჭიროთ და დავწეროთ label-ის ნაცვლად ნებისმიერი რამ, მაგალითად website. ესეთი რამ. კარგი, აქ შეგვიძლია ჩვენ ფონტებით შევცვალოთ ასევე წამით იყოს მაგალითად იყოს აი ესეთი. ნუ ესეთი. ოკეი. ნუ შეგვიძლია ჩვენ გავადიდოთ ცოტა.
უნდა მოდი შევძლი ესე იყოს. კარგი, აქ მომს დავაყენებთ აი აქ ვებსაიტის ადგილსაც გამოჩნდება ჩვენ ვებსაიტი. კარგი, აქ ზომების დავაყენოთ ცოტა და იყოს ეს. კარგი, ესე იყოს. ესენი გავასწოროთ ახლა. ესე იყოს. მოდი ზუსტად გავასწოროთ. ესე მე ესეც გამოვიყენოთ და ესეც გამოვიყენოთ. ეს ავიტანოთ ცოტა ზემოთ. ანუ ესე იქნება ახლა ის უკანა გვერდი, გვერდის განახლება, ვებსაიტს გვაჩვენებს. ანუ ვებსაიტს შევიყვანთ აი აქ და გოუს და ჩაჩეთობაში გამოჩნდება ვებგვერდი, ნუ შევართ ვებგვერდს. მოდი ამას ეს პატარა დავაპატარო, ესე იყოს. ეს. კარგი, შევამოწმოთ ახლა რას ვაკეთებთ ჩვენ. ნუ ეს ვებ ბრაუზერი მიიღებს ახლა ესეთ ვიზუალურ მხარეს, ნუ ეს უკან გადასვლა, გვერდის განახლება, ვებსაიტის მაჩვენებელი, აქ რასაც შევიყვანთ და ნუ გოუს შესვლა. კარგი. ეხლა გვიდება ჩვენ ვებ ბრაუზერი ფუნქცია, რომელიც აქვს Visual Basics. აი აქ არის და დავაჭერთ მას. კარგი, ახლა ჩვენ გვჭირდება სრულიად მოვარგოთ ჩვენს ზომებს, ანუ ვებ ბრაუზერის ზომებს. დავაჭერთ აი აქ და დავაჭერთ doc in parent container. ეს შეგრა სრულიად მოერგება იმ ზომებში, აზომებში თვითონ არის ჩვენი რაზომებში ჩვენ დავაყენეთ ეს. კარგი, ნუ საინტერესოა როგორც ხედავთ და დავიწყოთ ახლა. კოდები შევყვან. დავაჭერთ back-ს ორჯერ და დავწეროთ შემდეგი კოდი. ეს არის web browser 1 წერტილი go back. ესე ეს დავხუროთ. შემდეგ გვჭირდება ჩვენ refresh-ი, აქ დავწეროთ web browser 1 წერტილი refresh და ახლა გვჭირდება შემდეგი, ეს არის web browser 1 წერტილი navigation და აქ და აი აქ დავწეროთ text box 1 წერტილი text. კარგი, დავასრულეთ. ეს დავშორდეთ ეს და მაინც ეს დავხუროთ და გავუშვოთ. შევყვანოთ აქ საიტი, სასურველი მაგალითად იყოს google.com და დავაჭიროთ go. დავლოდებით და როგორც უკვე შევედით საიტზე. აქ სასურველი საიტი შევიყვანთ, მაგალითად იყოს my video.gym. ესე. Okay. go და შევედით როგორც ვთქვათ. მაგ ჩვენ შეგვიძლია ახლა ყველაფერს სახელი შევცვალოთ, მაგალითად იყოს back-ის ნაცვლად იყოს უკან, ეს კარტბოთ დავწეროთ. უკან refresh, ანუ განახლება და go, ანუ შესვლა. აქ ვებსაიტის შესვლა შეგვიძლია იყოს ვებგვერდი. მაგრამ ცოტა გამოტანა არა, მოდი აქ დავწეროთ ინგლისურად ეს. წამით ესე და
ამ ყველაფერს აღარ გადავიყვან მე სხვა ფონტები შეერწამით, მაქვს ქართული ფონტები და ესეთ რამეს გავაკეთებ. ოკეი, და როგორც ვთქვათ, ვებგვერდი დაიწერა. კარგი, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, გავუშვათ. იგივე პრინციპია. წერთ მაგალითად youtube.com ვაჭრით შესვლას და ჩერვით შევიდეთ. მოკლედ, როგორც ვთქვათ, ძალიან კარგია. შეგვიძლია ასევე შევინახოთ ეს ყველაფერი. დავაჭერთ file save l და შევინახოთ desktop-ს. დავაჭერთ save და შევამოწმოთ. გადმოვიტანოთ, მაგალითად დავწეროთ browser. შევიდეთ მასში. შეგვიძლია დავწეროთ ნებისმიერი, მაგალითად sort.com დავაჭერთ შესვლას და როგორც ვთქვათ, უკვე შევიდე. მოკლედ, ვიდეო დასრულებულია. დიმანლო ყურებისათვის, გამოიწერეთ ჩემი არხი, ასევე გვესწრეთ ჩვენს ვებგვერდზე და გვესწრეთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე. მოკლედ, ვიდეო დასრულებულია. ნახვამდის.